იმ დღეს ვილაპარაკე ორი სიტყვით ქართულ ჯიგრულ პონტზე რა, რასაც ისინი იძახიან, რომ აი ქართული ჯიგრული პონტია და ესა და ეს მოკლედ და ვახსენე მე მუშნი ზარანდიას და დატა თუთაშხიას ესე ვთქვათ პერსონაჟები რა და აბსოლუტურად ყველაფერი არის ამ ნაწარმოებში რომ დავფიქრდი რაც ეხა დღეს ჩვენ გვჭირს რა და აუხსნე ამას რატომაც არის იმიტომ რომ არის ერთი ადამიანი მუშნი ზარანდია რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება იცით თქვენ და კარიერულ წინსვლას ემსახურება და ამისთვის ყველაფერზე მიდის ხო ეხა თავის ძმა უთმობს კიდევაც ამას და ციხეში მიდის მაგის თხოვნის გამო ხო ციხეშიც კი მიდის დათა რა ხო და საბოლოო ჯამში რა ხდება რომ შვილს იმდენ ჭორებს ყრის და შვილს უმხედრებს რა შვილს საკუთარ შვილს უმხედრებს და აკვლევინებს ხო ამ ჭორებით ამ უბედურებით იმიტომ რომ თავის მიზანს მიაღწიოს უცხოური სამსახურში დგას და ყველაფერი ურჩევნია ეს ორდენები ჯინჯილები მედლები კარიერული წინსვლა როგორც დღეს ხდება რა ანუ ერთი სიტყვით ეს არის რა ქართული ესე ვთქვათ ჯიგრული პონტის და აი ამ საზღარი პრინციპში დათა კი ეუნება ამ სიტყვებს რაც მთელი კინო ამ სიტყვებად ღირს რა და მინდა ეს პატარა ძალიან პატარა მცირე ფრაგმენტი განახოთ რასაც ეუნება დათა არა იმის აფერი არ ესმის რა ის უსმენს მაგრამ მაინც თავისას აკეთებს თუ შეიძლება გაუშვათ ეს რა შენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია მოშლი აი ეს ხდება საქართველოში რა ზუსტად ეს ხდება რა არიან ადამიანები ვინც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და რა თქმა უნდა ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და კარიერული წინსვლა არიან ადამიანები ვინც არაფერი არ უნდათ რა უბრალოდ აი ეს უნდათ რა რასაც დათა აკეთებს მაგრამ გახსოვთ თქვენ რა დათა რომ ძალიან ბევრ სიტუაციაში თავის თავს ვეკითხება რომ ზღირდა გასაკეთებლად ამ ხალხის გულისთვის ეხლა გახსოვთ თქვენი ხალხს რომ გადაარჩენს და თავის იმას რომ დაუბრუნებს ეხლა წარდგმეული რაც აქ რაჟას არჩიმელიას იმ ხალხში რა ამბავი ხდება რომ ერთმანეთში ვეღარ იყოფენ ამას და ეს არის აი ეს მოცემულობაა რა ჩემი აზრით ჩვენთან ქვეყანაში დღეს და რომ პრინციპში დათა თუთაშხიაშამდე რომ დავაპატარავოთ ჩვენი ქვეყნის სიტუაცია ზუსტად ანალოგიურ დღეში ვარ და ანალოგიურ სიტუაციაში ასე რომ ეს არის რა დათა თუთაშხია არის ქართული ჯიგრული პონტი ჩემი აზრით და მუშნი ზარანდია არის რასაც ის კარიერული წინსვლა და უცხო ქვეყნის მსახურება რასაც ეს პატივცემულები ახორციელებენ